ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა სამუშაოები წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მერიაში აცხადებენ, რომ კულტურის სახლი ოფიციალურად 3 თვეში გაიხსნება, რადგან ამ ეტაპზე შიდა ინტერიერის მოსაწყობად ტენდერის გამოცხადება იგეგმება. შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ჯამში 2 მილიონ ლარამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ნიშნულოვანი და აღსანიშნავი არის ის დაგეგმილი სიახლეები, რაც კულტურის დარგში მიმდინარე წელს ან წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რაც საზოგადოების მაღალი ინტერესი წევს, ეს არის საქალაქო კულტურის სახლი, რომელიც წლების განმავლობაში იყო საკმაოდ ცუდ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაში. ეს რეაბილიტაცია ხორციელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ფაქტობრივად დასრულებულია უკვე. და მიმდინარეობს საოფისე ავეჯის და მათ შორის ტექნიკის შესყიდვა და ამ პროცესის დასრულებისთანავე ეს მოიცავს ერთგვარ სატენდერო პროცედურებს, გაიხსნება კულტურის სახლი და ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრი ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე შეეძინება, ვინაიდან ეს ორგანიზაციაც გადავა საქალაქო კულტურის სახლში და ერთგვარი მულტიფუნქციური დატვირთვა იქნება. კულტურის სახლის რეაბილიტაციას დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ სამუშაოები დასრულებულია. ეხლა კი მოგახსენებთ, ეხლა მიმდინარეობს ასე ვთქვათ ბაზრის კვლევა ინვენტარის შესყიდვასთან დაკავშირებით. დაახლოებით ვფიქრობთ, რომ 3 თვის ვადაში მოვახდენთ ინვენტარის შესყიდვას, რის შემდეგაც უკვე გაიხსნება კულტურის სახლი.